მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო. სულ მალე ახალი 2025 წელი მოვა. მინდა რომ ყველას ულევი, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ცხოვრებაში წინსვლა, ყველა მიზნის და სურვილის ასრულება გისურვოთ. ახლა კი მინდა რომ ჩემს განსაკუთრებულ მეგობრებს, ალექსანდრეს, გიორგის და ზურაბს გავესაუბრო, რომლებზეც მე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ მსმენია. ბიჭებო, მართლაც ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. ალექსანდრე, უკვე 11 წლის დიდი და მაგარი კაცი გამხდარ ხარ. მე შენზე გავიგე მეგობარო, თურმე ვარჯიშობ და რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბიჭი ხარ. შენი ვარჯიშის ამბავი ალექსანდრე, ძალიან გამიხარდა. ხომ იცი, ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული არისო ნათქვამია. შესაბამისად, მინდა რომ ყოველთვის ბევრი ვარჯიშო. რაც შეეხება ჩემს მეგობარ გიორგის, მე ის სულ პატარა მოხსოვდა. ახლა კი უკვე 5 წლის დიდი, სიმპათიური და მაგარი კაცია. გიორგი, როგორც ვიცი, ძალიან ყვარებია სათამაშოები და ასევე მანქანები. შენთან მექნება თხოვნა გიორგი, თუ მანქანების მარკებში კარგად ერკვევი, ჩემთან ჩამოდი ლაპლანდიაში და მომეხმარე გავარკვიო, რომელი ბრენდის არის ჩემი მარხილი. ამდენი საუკუნე ამყავს და მისი ბრენდი ჯერაც ვერ დავადგინე. ახლა კი ჩემს კიდევ ერთ მეგობარს, ზურაბს გავესაუბროთ, რომელიც ამასობაში 4 წლის დიდი, სიმპათიური და ძალიან ჭკვიანი ბიჭი გამხდარა. ჩემო ზურაბ, ვიცი რომ ძალიან კეთილი და ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ. შენთან მექნება თხოვნა, რომ ტელეფონი ხელში ხშირად არ აიღო ხოლმე კარგი, შეეცადე ბევრი წიგნი წაიკითხო, ბევრი ლექსი იცოდე და რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ბიჭი გაიზრდები. ბავშვებო, როგორც მე გავიგე, დღეს თქვენი მამიკოს დაბადების დღე ყოფილა და რა თქმა უნდა, მასაც მინდა საუკეთესო მომავალი და თქვენი სახით საამაყო შვილების გაძრდა უსურვო. თქვენთან სამივესთან თხოვნა მექნება, რომ ყოველთვის ძალიან კარგად იქცეოდეთ და რა თქმა უნდა, ყოველი წლის ბოლოს ბევრ საჩუქრებს აუცილებლად მიიღებთ. ახლა კი დამშვიდობების დრო მოვიდა. მართლა ძალიან გამიხარდა, რომ შევხვდით. ახლა კი გავიქცევი, კიდევ ძალიან ბევრი პატარა უნდა გავახარო და ბევრი გავაბედნიერო. აბა, ნახვამდის!